საღამო მშვიდობისა. დღეს 291 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები უწყვეტ პროტესტში არიან ჩართულები. ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ტრადიციულად 291 დღეა საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან და აპროტესტებენ ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას. დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე არის მეგიდია სამიძე. მეგიდია სამიძის სახელი რამდენიმე დღის წინ გაიგო სრულიად საქართველოს, მის აქტივისტია და აქტიურად არის წლების განმავლობაში ჩართული ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის პოლიციამ სპეცოპერაციით დააკავა და მას ედავებოდნენ საპროტესტო უпростоრად კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას, რუსული ოცნება ეწერა ამ ბანერზე. თუმცა მეგის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მან ეს წარწერა ნამდვილად გააკეთა თუ არ გააკეთა. ეს გამოძიება უნდა დაადგინოს და დაადასტუროს, თუ მართლა ასე იყო, რაც შეეხება იმას თუ რა ვითარებაში დააკავეს, როგორ მე ხავთ ხოლმე გის რომ მოგვიყვეს ამის შესახებ. მეგი გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში მინდა დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა. მაყურებელს უკვე მოუყევი მოკლედ ამის შესახებ. მოდი გაიხსენეთ ის დღე, რა მოხდა, ანუ როგორ დაიწყო ყველაფერი, თქვენ დაგაკავეს გზაში, ხომ? სად მიდიოდით, როგორ რა ხდებოდა მოკლედ? აი წინა დღეს სად იყავით, აი აქედან დავიწყოთ. 8 სექტემბერს თუ 9 სექტემბერს ისწორ არ მახსოვს, გადაწყვეტე ბათუმში ჩამოსვლა, რადგან იქ სწავლობ უნივერსიტეტში და აქ ჩემს მშობლებთან მინდოდა რამოდენიმე დღით გაჩერება, იმიტომ რომ კონკრეტულად დეტალებში რომ გითხრათ, მინდოდა ჩემს ძმას მივყოლოდი სკოლაში მისვლა საპირებს და მე უკან გაბრუნება მინდოდა, ისე პარტიებს დაანონსებული რომ მქონდათ აქცია 13 სექტემბრის, მაგ დროისთვის უკვე ჩასწრება, ასე ვთქვათ, მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა რომ შუა გზაზე მე უკვე ხვდებოდი ტერიტორიით, მივხვდი რომ გურიაში შესულები ვიყავით, მაგრამ მე რაც გავიგე კონკრეტულად ყოფილვართ ლანჩხუთში, მაგრამ ლანჩხუთში შესვლამდე, რაც რა ფაქტის მე ახლა მეუცნაურება, წამოვედი დიდუბიდან, ოკრიბადან სამარშრუტო ტაქსით და ეს სამარშრუტო ტაქსი რაღაც მანძილზე უკვე გაფუჭდა, ვეღარ ფუნქციონირებდა და შემდეგ გადავედი მეორე სამარშრუტო ტაქსში, რომელიც ყოველ 100 მეტრში აჩერებდა და თვითონ ერთ-ერთმა მგზავრმაც აღნიშნა, რატომ აჩერებდა ყოველ 100 მეტრში და მე თვითონ ვკითხე, რომ ხშირად აჩერებს, ხო? და მე თვითონ ძღოლს ვკითხე, თუ რატომ აჩერებდა ხშირად და ერთ-ერთ გაჩერებაზე მითხრა, რომ ბოლო გაჩერება ეს იქნებაო და ეს ბოლო გაჩერება ჩემთვის იყო საპატრულო პოლიციის მოსვლა, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა თავდაპირველად რეალურად მძღოლთან. უხსნიდა ზებრაზე რატომ არ გადაატარა ქვეითი. და ამ ახსის პერიოდში, როდესაც მე მძღოლის გვერდით შევიხედე, მე მიყურებდა და იცინოდა ეს პოლიციელი და მე როცა უკვე თვალითვალში გავუსწორეთ, დაუტრიალდა წინ სამარშრუტო ტაქსი, ჩემს მხარეს გადმოვიდა. ტელეფონი მომაწოდეოდა, აქ უცებ დაუსვით ვკითხოთ, რატომ მეწოდებინა, მაგრამ თან წამართო ტელეფონი და ჩამოდი მანქანიდან სამარშრუტო ტაქსიში, ჩემი სახელი ძალიან ხმამაღლა დაიძახა, ანუ ტონი ისეთი იყო, რომ მე უკვე მაგას დაყვირებას ვეძახი. და შემდეგ თავიანთ საპატრულო მანქანაში
ჩამსვეს. იქ უკვე ლანჩხუთის რომელიღაც სოფელში რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი 2 საათის განმავლობაში თუ არ ვცდები და ამ პერიოდში თავდაპირველად მძღოლს ესაუბრებოდნენ, მე ნახევარ საათის შემდეგ გაუშვეს ეს მძღოლი და როდესაც უკვე მათთან მარტო დავრჩი, აი 10 პოლიციელი იქნებოდა დაახლოებით. მე უკვე შკოდები ემატებოდა ერთმანეთს, ანუ მოგუწევთ რომ გითხრათ, მაგ დროს უკვე აი შკოდების რაოდენობას ვეღარ ვთვლი წინ სავს, ანუ წარმოიდგინეთ გზა იყოს და გვერდ-გვერდ სრულიად ტყე და იმ გზაზე სივრცეზე შეტეხილ ნაწილში სრულიად შევსებული იყო მანქანებით ეს სივრცე და ეს მანქანები იყო შკოდები ძირითადად და საპატრულო ეკიპაჟები და ერთ-ერთმა პოლიციელმა რაღაც დროს აღნიშნა კიდეც რომ ამდენი ეკიპაჟი რად მინდა აქ გაუშვათო და უკანაც იყო რაღაც მომენტში პოლიციელ ქალს ვკითხე რომ ჩვენს უკანაც არის მანქანები თქო და კიო მითხრა ორი ქალი პოლიციელი მოიყვანეს ჩემთან რომლებმაც მითხრეს რომ არ გვინდა შენ რომ მოიწყინო და მაგიტომ გამოვიძახეს ჩვენო მაგრამ ეგ მე როცა დავფიქრდი არ იყო მოწყენის ამბავი რეალურად იმიტომ რომ როცა რაღაც საკითხები საუბრებდით მე უცებ მეკითხებოდნენ აქციაზე თქვათ მე თუ 8 სექტემბერს წამოვედი 7-ში მელიქიშვილზე ვიყავი თუ არა აქციაზე აი მაგ პერიოდში იმართებოდა ხოლო საღამოს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან აქციები რომელიც საკმაოდ მუხტის შემცველი იყო და ალბათ რაღაც აინტერესებდათ ჩემგან ამბობენ რაღაც ნივთის დაზიანებასთან არის კავშირში და შენთან გასაუბრება უნდათ მსგავსი ტიპის დიალოგი იყო და მე რაზე იყო საუბარი აქ ვერ ხდებოდა შემდეგ უკვე ამ პერიოდში ამ 2 საათის განმავლობაში ვითხოვდი ადვოკატთან დაკავშირებას იმიტომ რომ რეალურად მართლა ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ანუ ამდენი პოლიციელთან შუა გზაზე როცა მაჩერებდნენ მე თავდაპირველად მეგონა რომ ვიღაცაში ავერია და სხვა ვიღაც ჭირდებოდათ რომელსაც რა ვიცი ნარკოტიკი გადაგქონდა ან რამე გადაგქონდათ და უცებ იმავს გავსეს არ ვიცი შემდეგ ადვოკატთან დაკავშირებაზე უარს მეუბნებოდნენ და მიზეზი რაც ჰქონდათ ელოდებოდნენ ველოდებით და გეტყვით რატომაც ხარ გაჩერებულიო შემდეგ ანუ დაკავებული ხარ არ ხარ ამას არ გეუბნებოდნენ გაგაჩერეთ არ მეუბნებოდნენ გაჩერებული ხართო ცოტა ხანი დაგველოდეო ჩვენც ველოდებითო და გეტყვითო რა დაახლოებით დღის რა მონაკვეთი იყო რომელი საათი იყო როცა გააჩერეს მარშრუტი იმიტომ რომ მე გათვლილი მქონდა რა დროს უნდა ჩავსულიყავი უკვე ჩამოსულიყავი ქალაქში ან ბათუმში 2 საათისთვის წამოვედი ალბათ დიდი ალბათობით და 8 საათისთვის უკვე უნდა ყოფილიყავი ბათუმში და 7:30-ისთვის უკვე 7 დაწყებული იყო გურიაში შევედი მაგრამ 7:30-ისთვის მე გამაჩერეს 20 წუთი აკა და რაღაც ამ პერიოდში დაახლოებით და შემდეგ აქ 2 საათის განმავლობაში იქ ვიყავი ვითხოვდი ადვოკატთან დაკავშირებას ადვოკატი თუ არა ოჯახთან დაკავშირებას რადგან მივდივარ იცოდნენ რომ სადმე სხვაგან არ ვარ უსაფრთხოდ ვარ და ასე შემდეგ მაგრამ აზრი არ ქონდა რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი რადგან უარზე იყო კატეგორიული უარი ჰქონდათ იგივე პასუხი იყო ველოდებით და გეტყვითო შემდეგ გამომძიებლები მოვიდნენ რომლებმაც ოქმის შედგენა დაიწყეს და ამ ოქმში რა უცნაურ ჩემთვის რაც იყო ან ჩემი დაკავების დრო მიუთითეს სხვა რვის ნახევარი და მე გაჩერებული ვიყავი 7:30-ისთვის უკვე და ეგ დაკავება იყო რეალურად იმიტომ რომ ჩემი წასვლა აღარ შემეძლო თავისუფლად გადაადგილება დარეკვა ტელეფონის გამოყენება აღარ შემეძლო და ოქმი შეადგინეს სადაც 3 მუხლი ეწერა რაც ზუსტად მახსოვს მაგრამ იქ გამომძიებელმა 1 მუხლი მითხრა რომელიც კარგად ვერ ამიხსნა შემდეგ გადამიყვანეს სისხლით დაგაკავეს რომ დაგაკავეს მაშინვე გაიგე თუ ადმინისტრაციული გეგონა ანუ გითხრეს რომ სისხლით გაკავებთ იქ სისხლის რაღაც მუხლი ახსენა მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა ახსენა იმიტომ რომ ოქმში 3 სხვადასხვა მუხლი ეწერა და ეს რაღაც მუხლის სისხლის რომ მითხრა ტელეფონში დაიწყო მოძებნა ახლავე განგიმარტაო და სანამ არ ნახა ტელეფონში მე ამიხსნა და მაგიტო ვერ გავიგე ან რა ხდებოდა რა სისხლი ან აქ 3 მუხლი რატომ წერია და როცა ავსებდნენ უფლებიც არ გამაცნეს და მან ვკითხე რომ ვისი უფლება მაგრამ ჩემს შესახებ თუ ავსებობ მაშინ მითხარი რა ოქმს ავსებ მან მითხრეს რომ ადვოკატის ყოლის უფლება მქონდა დუმილის უფლება მქონდა და ასე შემდეგ ისე უთხარი რომ თუ უფლება მაქვს ადვოკატი მყავდეს მაშინ დავურეკა უკვე დიდი დრო იყო გასული და გადავედით საბოლოოდ ლანჩხუთის განყოფილებაში სადაც 1 საათი ალბათ 1 საათზე მეტი დავყავით არის თავიანთი ამბები მოაგვარეს ჩემი შთაბეჭდილებით და შემდეგ უკვე წამოვედით თბილისში
იმიტომ რომ ხო როგორც მითხეს თბილისიდან მომავალ ჯგუფს ელოდებოდნენ ჩამოვიდა ეს თბილისის ჯგუფი და ბოლოს ბორკილები დამადეს უკანა მხარეს თავიდან ვისთან მანქანაში ჩავიждებოდი მანამდე ვეუბნებოდი რომ ცოტა მიჭერდა ეს ბორკილები ნუ ის მთლიანად კი არ გიჭერს ბოლოს როდესაც შეხება არის ხელსა და ბორკილს შორის ავტომატურად ვიწროვდება და მისი მოჭერა ხდება ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა სხვათაშორის როცა განყოფილებიდან გავედით იქ შკოდების რაოდენობა ისევ იმატებდა სხვათაშორის რა ხდებოდა მან ვეღარ ვერკოვდი უბრალოდ დაკავშირება მინდოდა ადვოკატთან და ლანჩხუთის განყოფილებაში დაუკვეთეს ჩემს ოჯახის წევრს და ჩემ ოჯახის წევრმა ჩემ ადამიანს შემდეგ გააგებინა ჩემს ადვოკატებს და სხვა მეგობრებსაც 3 საათის შემდეგ და მან მითხრეს რომ 3 საათის განმავლობაში შეგვიძლია რომ არ დაგაკავშიროთ რეალურად ადვოკატებისგან ინფორმაცია როგორც მივიღე მე მაშინ მაქვს უფლება რომ ადვოკატთან ზარი განვახორციელო და დავეკონტაქტო ან თქვენი დაცვის უფლება დაირღვა ამ შემთხვევაში ანუ უფლება რომ ყოლოდათ ადვოკატი და სწოდნოდა თქვენს ახლობლებს თქვენ შესახებ ინფორმაცია ეს იყო შეუძლებელი. ეს ასე გამოვიდა, ასე გამოიყვანეს. და ერთ-ერთმა პოლიციელმა ისიც კი მითხრა, რომ ყველანაირ კანონთან ვიქნები, მტყუანი შენ თუ 3 საათის განმავლობაში ვინმესთან დაგაკავშირებო. და მე საერთოდ 2 საათი ვიცი მაგაზე თქო, რომ ოჯახს დავუკავშირდეო და არაო და მე ადვოკატმა მითხრა, რომ მაქვს არის განხორციელების უფლება. ბოლოს წამოვედი თბილისისკენ, სადაც ბორკილები უკან დამადეს ხელზე. ანუ რომ აღწეროთ სიტუაცია, შკოდით წამოგიყვანეს თუ საპატრულო მანქანით წამოდი? თბილისში თუ სად? თბილისში. შკოდით, ორი შკოდით წამოვედი. კი ბატონო. ხო, ანუ ორი მანქანა იღებდა. შეიძლება 3 დაახლოებით რამდენი პოლიციელი იღებდა თქვენ დაკავების სპეცოპერაციაში, ასე ვთქვათ, მონაწილეობა? ეს სრულად თუ თბილისში? სრულად და თბილისში. სრულად გეტყვით. თუ ახლა სწორად მახსოვს, ჩემს წინ რაოდენობას რასაც ხედავდი 3 საპატრულო იყო, 4 შკოდა იყო, ეს 7, ერთ საპატრულოში მე ვიჯექი და ჩემს უკან კიდე მანქანები იყო, ოღონდ მან რამდენი იყო არ ვიცი. და 10 მანქანა უეჭველად იყო. და ჩემს წინ კაცების რაოდენობა, 2 ქალი ჩემს გვერდით იყო, კაცების რაოდენობაც რასაც ვთვლი იყო 15. და უკანაც რადგან იყო ალბათ 20, 25, 20 პოლიცია 15 მე დავთვალე და 20 უეჭველად ვარაუდო. და ალბათ 25-მდე იქნებოდნენ. ამას ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. ანუ სავარაუდოდ აი, როდესაც მანქანაში ჩაგსვეს, რამდენი ადამიანი იყო ამ მანქანაში? ანუ რამდენი ადამიანი იცავდა, ასე ვთქვათ? უბრალოდ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა იმაში, რომ თქვენ თბილისში ჩასულიყავით? 5 ვიყავით მანქანაში. 5. ერთი ქალი იყო, რომელიც დედაშვილად მექცეოდა ძალიან კარგად თითქოს, მაგრამ ჩემში ძალიან სწორად საუბრობდა. მე რასაც თვალი მოვკარი. როგორ? ჩემზე ჩატში პირად ჩატში ცუდად საუბრობდა თქო. მე თვალი უცებ მოვკარი, იმიტომ რომ მე შუაში ვიჯექი, ორნი გვერდით ისხდნენ და მძღოლი და ერთ-ერთი პოლიცია, რომელიც ასევე მე როგორც მაქვს ინფორმაცია და კადრების ნახე, მათე დევიზის დაკავებაში მონაწილეობდა ის ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც მე მითხრა, ანუ ბორკილებზე რა ხშირად შევახსენე სხვათა შორის, რომ ანუ ხანდახან ძალიან სწრაფად ატარებდნენ, ხანდახან ძალიან ნელა და მე ხელების უკან ანუ სკამზე ჩაჭერა მიწევდა, რომ ეს ზურგი არ მიყვებნებოდა წელის ნაწილი ამ ბორკილებს. რომ უფრო არ მოჭერილიყო და ამაზე უთხარი რომ მაინც მოძრაოს ბორკილი ჩემზე დამოკიდებული არ არის თქო რაღაც ამ შინაარსის საუბარი მქონდა არის მოძრაო და არ მოგიჭერს ბორკილებიო ანუ არ გაითვალისწინეს და ბოლოს უკვე მივხვდი რომ მათთან ჩემი დამოკიდებულებით მათთან საუბარს აზრი არ მქონდა რადგან ჩემი მიზანი მხოლოდ ის გახდა რომ უბრალოდ თბილისში მალე ჩავსულიყავით და იქ მაინც მენახა ადვოკატები და 4 საათის განმავლობაში უკვე ლანჩხუთიდან თბილისისკენ მივემართებოდით, სადაც რაღაც პერიოდში, როცა ჩავსხედით ყველა და წავედით, ძალიან დიდი სიხარული შემიშნე პოლიციელებს და ამას მართლა ვერ ვხსნიდი, რატომ გაუხარდით ასე დაჭერა თუ იყო ეს, არ ვიცი რა იყო, სახელს ვერ ვარქმევ, რაღაც ოპერაციასავით, წაყვანა, სიმღერები ჩართეს, ანუ ჩემზე მეტად გადაღლები იყვნენ ლანჩხუთის უძურის პოლიციელები, რომლებიც როცა მივიდნენ ყველა წამოწვა სკამზე და მე ისვენებდა თან მისაუბრებოდა მე და ის თბილისის გუნდი ასე დავარქმევ მე აშკარად არ იყო დაღლილი, ანუ
ფაქტობრივად რაღაც პერიოდში ტაშფანდურა ჩაატარეს მანქანაში და შემდეგ რომ მობეზრდათ გამორთეს სიმღერები. ანუ თქვენ დაკავების მანქანაში, რომელთაც თბილისში მიდიოდით, აი ეს მუსიკები და რაღაცები იყო ჩართული? ხმამაღლა აწევი, აი ის პოლიციელი აკეთებდა ამას, ვინც მათედევიც. რა მუსიკას უსმენდა პოლიცია, როცა თქვენ? რადიოში რაც იყო. ნუ მერცმოდო რუსული არ იყო. მაგრამ აშკარად ჰქონდათ მომენტები მიზნობრივად დისკომფორტის შექმნის, ვინც დაჭერილი ყავდათ, ანუ ჩემთვის ალბათ როგორც ჩანს. მე ასე შევეჭრა, იმიტომ რომ ანუ საქმე რა შეიძლება მე უფრო რაციონალურად გავიაზრე. კარგი დამოკიდებულება აქვთ იმ მომენტში, კარგად გესაუბრებიან, ხანდახან ცინიკურად გესაუბრებიან. თითქოს შენგან არაფერი არ აინტერესებს, მაგრამ გეკითხებიან აქციაზე დადიხარ თუ არა, რამეს აკეთებ თუ არა შენს მეგობრებთან ერთად, რამეს გეგმავ თუ არა და ასე შემდეგ. ამას გეკითხებიან, მაგრამ რეალურად არ აქვთ კარგი დამოკიდებულება და ეს ჩანს, იმიტომ რომ ერთი ერთმანეთს რებუსებით ესაუბრებიან, რომელიც ჩემთვის მაგის მიხვედრა რთული არ იყო იმ მომენტში, იმიტომ რომ ანუ მიზანი რა იყო ჩემი, რომ მათთვის მომესმინა ვინმე ჩემს ნაცნობზე, ან ჩემს ადვოკატებ მეგობრებზე, ან ვინმეზე რამე ცუდი არ ეთქვათ და მალე ჩასულიყავით თბილისში და მაგ მომენტში ეთყობოდათ, რომ როდესაც უკვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, წაიღეს ინფორმაცია უკმაყოფილო სახეები და არაკორექტულად საუბარი პროტესტის მონაწილეებზე ზოგადად, იმიტომ რომ მათი დამოკიდებულება გამოიხატებოდა რაში, რომ ჩვენ ვინც აქციაზე ვიმყოფებით, მონაწილეობთ ამ წინააღმდეგობაში, არ ვიცით რა გვინდა, სტიგმები გვაქვს, ჩვენთვის პოლიცია არ უნდა არსებობდეს და ასე შემდეგ. და იმ 4 საათის განმავლობაში საერთოდ დუმილი გადავწყვიტე, იმიტომ რომ მაინც მწუხელად კარგი დამოკიდებულება ვერ დავინახე მათგან, როცა მინიმალური ადამიანური დამოკიდებულება ვითხოვე, ბორკილები მოხსნაც არ მithოვია. თუ მოხსნას ვერ შეძლებთ და მე არ ვიცი მათი კანონები როგორ მუშაობს. უთხარი იმ ნაწილშიც, როცა უკვე შუა გზაზე ვიყავით 2 საათი გავიდა მგზავრობის, უთხარი რომ თუ ვერ მოხსნით და კანონით არ შეიძლება, ცოტა მაინც მოუშვით თქო. იმიტომ რომ ინერციით ხდება, რომ ეხები უხეშად ბორკილებს და გიჭერს. მაგრამ უარი განაცხადეს ამაზე და მე დავიწყე მათთან კომუნიკაცია და ბოლოს ადვოკატები ნახე იზოლატორში. აი რაღაცებს წერდნენ ჩატებშიო, ანუ თქვენი მისამართით, თქვენ შესახებ გასცემდნენ პოლიციელები ინფორმაციას არაუფლებამოსილ პირებზე, ასე შეიძლება ითქვას თუ როგორ? ისევ ერთმანეთში, სხვებზე არ ვიცი, მაგრამ საერთო სამუშაო ჩათები რაც აქვთ, როგორც ჩანს მან, იმიტომ რომ ჩემს ფოტოს მოუყარი თვალი რამდენიმეჯერ და ჩემი ფოტოს ქვევით მიდიოდა რაღაც წერილების წერა საკმაოდ აქტიურად. ვიღაც ყოველ 5 წუთში ქალ პოლიციას ვიღაც ურეკავდა, როდის ჩავიდოდით და ასე შემდეგ. არ ვიცი და საკმაოდ უხავსად საუბრობენ არა მარტო ჩემზე, არამედ სხვებზე. ზუსტად აქ დავინახე მათგან არაგვიწფერი დამოკიდებულება და მაგიტომ ვიფიქრე რომ არ გვიდა საუბარი. აი, როდესაც იზოლატორში შეხვედით, მე ანუ იზოლატორის თანამშრომლები როგორ მოგექცნენ და მე სასამართლოზეც რომ ვილაპარაკეთ. იზოლატორის თანამშრომლები შეიძლება კარგად მეკცეოდნენ. უბრალოდ ერთი გამოსახლების მომენტში, როდესაც იმ 2 დღის განმავლობაში კარგად მეკცეოდნენ, ჩვეულებრივად საჭმასაც თავაზობდნენ და ასე შემდეგ, რაც ევალებოდათ როგორც ჩანს და დამოკიდებულებაც კარგი იყო, ზედმეტი არაფერი ყოფილა მათგან. არც პოლიციელების მხრიდან ლანჩხუთი არ ყოფილა არანაირი სექსუალური და რელიგიური შევიწროების მომენტი, არანაირი, უბრალოდ ცინიკური დამოკიდებულება იყო, რომ ნუ მათ ხელში ხარ ახლა და ჩაგაჭერენ და ასე შემდეგ. და რაც შეეხება გამოსახლების პერიოდს, რაღაც შემავსებინე, სადაც უნდა მიმეთითებინა ოქმის ჩემი ნივთების ჩაბარება, რომ ვაწერ ხელს და ჩემს ნივთებს ვიბარებ სრულად. მაგრამ ქალი ბადრაგს ეძახიან, როგორც ნახე იქ თანამშრომლებს, მეუბნებოდა, რომ დამეწრე ასეთი რამ, ჩავიბარე ნივთები სრულად და ვეთანხმები რაღაცას გავსი. და ნივთები სრულად ჩაბარებული არ მქონდა, იმიტომ რომ გამოძიება მაიღო ჩემი ტელეფონი, რეალურად როცა შემოსახლას ჩემი ტელეფონი უკვე წაღებული იყო იქ. დალუქეს ნივთები, მაგრამ აუღიათ. და ვეკითხებოდი, რომ სრულად არ მბარდება მე ნივთები, რადგან არ არის ტელეფონი. და მაგის შემდეგ შეცვალა წინადადება, რომ კარგი თუ ასე გინდა, მაშინ ჩაწერა ტელეფონის გარდა ჩაგვარდა. ანუ მე რომ არ შემენიშნა და
ვერ მიმექცია ყურადღება, რეალურად ჩემგან არასწორი ინფორმაციას ჩავწერდი. ეს იყო სხვა. საბოლოოდ დაგიბრუნა ტელეფონი გამოძიებამ თუ? არა, ტელეფონი გამოძიებას აქვს, როგორც ჩანს საქმეში გამოიყენებენ ამას შემდეგი პროცესებისთვის. შემდეგი პროცესი რიცხვს არ მახსოვს 27 ოქტომბერს არის 28 მინდა გითხოთ აი იზოლატორში ყოფნის პერიოდზე რაზე ფიქრობდით, რისთვის ემზადებოდით და როგორი შემართება გქონდათ? იცით რა არის, პირველ დღეს როცა შემასახლეს და ადვოკატებიც ვნახე, მე არ მისმოდა რის ვიყავი დაჭერილი. და ვერც ადვოკატებმა ვერ გაიგეს, ამიტომ ვერაფრისთვის ვერ ემზადებოდი. უბრალოდ გაურკვევლობაში ვიყავი. და სხვათა შორის ჯობია რაღაცისთვის ემზადებოდე, ვიდრე გაურკვევლობაში ვიყავ. გაურკვევლობაში როცა ხარ, ყველაფრისთვის ემზადები. საერთოდ მე შეიძლება 10 წელიც, მე შეიძლება 15 წელი უარესიც ყველა საშინელი სცენარისტის ემზადები საკუთარ თავს. და იმას ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ჩემზე პატარებ, ჩემთან ამებრძოლები ციხეში არიან და წლები აქვთ მისჭილი. ამიტომ წუწუნის თავსაც უფლებასაც კიდევ ვერ მისვედი საკუთარ თავს. და შემდეგ მეორე დღეს უკვე გამოძიებელი შემოვიდა იზოლატორში და მან უკვე ბრალი წამიყენა, სადაც მითხრა 197 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის, რომელიც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას. რა ნივთის, რომელი ნივთის იქ არ მითხრეს. ანუ ამ ნაწილში გაურკვევლობაში ვიყავ. და მან უკვე სანამ სასამართლოს სხდომა ჩაინიშნებოდა საბოლოოდ და გავიგებდი მე მემზადებოდი რომ რამოდენიმე წელი წელს თავიდან ვარებოთ ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების პროტესტში ვინც გავიცანი უზომოდ მაგარი ადამიანები უბრალოდ სასამართლოს სხდომაზე მომიწევდა მათი ნახვა. და სხვა მხრივ 3 წლის ვამზადებდი საკუთარ თავს და შემდეგ უშუალოდ სასამართლო დარბაზში როცა შევედი, შოთამ მითხრა რომ შეიძლება ჩვენთან ერთად წამოვიდეთ დღესო და მან სრულად გაურკვევლობაში აღმოჩნდი რომ ანუ თუ 3 წლის ვამზადებდი თავს დღეს შენთან ერთად როგორ მოვიდი და რაღაც ესეთი დამოკიდებულება მქონდა და მე ამიხსნა რომ პროკურატურამ მოუთხოვია გირაო. ვერ ვიგებდი ამას საერთოდ რატომ? იმიტომ რომ სისხლზე თუ ბრალდება მაქვს გირაოს როგორ ითხოვს და მე გავიგე ხოცების ტიტუშკების გათავისუფლების ამბავი. და ალბათ როგორც ჩანს, როგორც ყველა აღნიშნავს ჩემი ადვოკატების მიზერებენ პოზიციას, წინასაარჩევნოდ არ უნდათ დაზიანება კალათის. ნუ ჩემი არის საკმარისად დიდი ზიანი მიიღო, მაგრამ ანუ თვითმმართველობის არჩევნები წინ არის, ამიტომ როგორც ჩანს რაღაცეება. და თან ერთგვარად დააბალანსეს ორი მოძალადის გამოშვება, თქვენი გამოშვებით. ესე შეიძლება ეს თარგმნოთ ასე. შესაძლოა, მათ იქნება ყველაფერი შესაძლოა. მართლა ტიტუშკები, რომელსაც ათავისუფლებ, სხვა ადამიანის ციხეში დატოვება, თან რომელიც ძალადობასთან კავშირშიც კი არ არის, ალბათ უფრო სერიოზულად დააზიანებდათ მათ და როგორც აღნიშნეთ, დაბალანსების მომენტი ექნებოდა თავად. და რაც ყველაზე მთავარია, შიში, რომელიც ჯერ შეიძლება ითქვას 2024 წლის ბოლოს არსებობდა იზოლატორების დააკავების და ასე შემდეგ და მე როცა ბევრი ადამიანი დააკავეს ეს რაღაცნაირად გადაილახა. აი შენ შემთხვევაში როგორ მოხდა? გადალახე თუ არა, ან ქონდა თუ არა ეს შიში, ან რა სიტყვით იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება უახლოეს დღეებში დააკავონ, იმიტომ რომ რეჟიმის სახე ასეთია, ვერ გაიგებ, როდის რა შემთხვევაში დაგაკავებენ. ანუ შიში არ მქონია, გითხრათ რომ მითხრათ, იმიტომ რომ როცა აი რაც აღნიშნეთ 2024 არჩევნების შემდეგ და აი დეკემბერში დაკავებები რომ დაიწყო, მანდედან შეიძლება არაფერს საშინელებას არ გეგმა, უბრალოდ როგორც მოქალაქე პოზიციას აფიქსირებ, მაგრამ საკუთარ თავთან მუშაობდი რომ შეიძლება ციხეში აღმოჩნდე. ანუ მაქსიმალურად ვამზადებდი ანუ უარეს სცენარისტის საკუთარ თავს. ამ ხეში არ მქონია ციხეში ყოფნის, უბრალოდ შოკის მომენტი მქონდა იმ ნაწილში, რომ აღარც ბათუმში ვიყავი, აღარც თბილისში ვიყავი, არ ვიცოდი სად ვიყავი, 20-მდე პოლიციას საკუთარ თვალით ვითვლი, არ მიხსნია რატო ვარ მათთან ერთად. აქ მქონდა შოკის მომენტი, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი მართლა რა ხდებოდა ამ ნაწილში. რატო დაგაკავეს არ გიხსნიდნენ? ვერ ხსნიდნენ.
და შიშის მომენტი არ მქონდა, უბრალოდ სიტუაციური შოკის მომენტი მქონდა და გაურკვევლობის 2 დღის განმავლობაში, რადგან ბრალი სანამ საბოლოოდ არ წარმიდგინეს, ადვოკატებიც ვერ მეუბნებოდნენ რა შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ვერ იგებდნენ პროკურატურის მხარეს ველოდებოდნენ. ცოტა უცნაური კითხვა, მაგრამ როგორია იზოლატორში, რამდენად რთულია გაძლება და ეს 2 დღე, იმიტომ რომ სხვა აქტივისტები უფრო დიდი ხნითა, ზოგი 10 დღით, 12 დღით, ალბიკორძაია საერთოდ 3-ჯერ მოხდა სხვადასხვა პერიოდით. ხო, როგორია? თავდაპირველად ყველაფერს აკვირდები. მე სოციოლოგიას ვსწავლობ და რაღაც მაგას ცდილობ გამოვიყენო. გამომდის თუ არა არ ვიცი, მაგრამ ყველა დეტალს აკვირდები, აბსოლუტურად ყველაფერს. აი, ხელს როგორ გაწევს ბადრაგის თანამშრომელი, იმასაც კი აკვირდები. და პირველი დღის განმავლობაში უბრალოდ ვაკვირდებოდი რა როგორი არის, აქ უცებ რამე ხომ არ შეიძლება დაგიზიანდეს ხელის გაქნევითაც კი აი ამ ნაწილში და დამოკიდებულებას აკვირდები. მე უკვე შეჩვევის მომენტია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი. დღის პირველი დღე ვაკვირდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ რაღაც ერთი მომენტი არის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთდროულად რაღაც ეკაკუნება ხოლმე. თითქოს ძლიერ წვიმის წვეთს გავს ახლოს. ოღონდ წვიმის წვეთი ნამდვილად არ არის ეკაკუნება და იძულებული, ანუ არ გინდა მოსვენა, მაგრამ გონება მიდის მაინც, მიაქვს ყურადღება მასკენ და ეს არის უცნაური და ძალიან დიდი დისკომფორტი, მაგრამ ზოგადად ხუმრობით ამბობდნენ ხოლმე ჩემი თანამებრძოლები და მეგობრები, ვისაც ადმინისტრაციული წესით ბევრჯერ მოუწიათ ციხეში ყოფნა, აი თქვენ ალბი აღნიშნეთ მაგალითად და ასევე ჩემი სხვა მეგობრებიც. რეალურად ნამდვილად არ არის კომფორტი ციხე, იმიტომ რომ გაყინულ მდგომარეობაში ხარ, უმოძრაოდ ხარ და ეგ მომენტი ძალიან გაწვდის. მე მაგალითად ეგ არ მომწონდა. ანუ აქ რა ვაკეთო, რა გავაკეთო, რუსთაველზე მინდა გასვლა ღამით, ვერ გავდივარ რუსთაველზე და ასე შემდეგ. ეგ არის. უბრალოდ წილოსანის პოსტი მახსოვს, რომელმაც დაუკავშირა ის ცხადადეს, აი ხუმრობით აღნიშნა რაღაც PlayStation-ზე. ხო, აი მადლობა გახსენებისთვის. ეს როცა დაუკავშირა, რა კარგი პირობები გვაქვს და ასე შემდეგ, ციხე არის და იმისთვის არის, რომ ადამიანი კედლებში გამოამწყლიო და ციხე რაც არ უნდა კარგად შეღებილი კედელი იყოს, ამას ზუსტად აკეთებს, ანუ თავისებურად გამწყდებს კედლებში და ამ გინდა არ გინდა ფსიქოლოგიური ზეწოლა არის ეს. უბრალოდ შენ რამდენად გავირი ადაპტირებას და რამდენად მედგრად იქნები, ამაზე არის ყველაფერი დამოკიდებოდა. მე ჩვენი პატიმრების იმედი ბოლომდე სინგლის პატიმრების იმედი ბოლომდე მაქვს. სანამ თქვენ დაკავებული იყავით, გარეთ იყო განწყობა, რომ გაუძლებდი. ხო, ანუ რაღაც ესეთი სოციალურ ქსელს თუ გადაავლებდი თვალს, ნუ რაღაც ყოჯაღი გოგოა და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ რა აძლევს ძალას და ეხლა თქვენი საუბრიდანაც სწორედ ეს დასკვნა, ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რა აძლევს ადამიანს ძალას, რომელსაც უსამართლოდ, უკანონოდ აკავებენ, რომ კი არ გაატყდეს, არამედ გაძლიერდეს. აი ჩვენ სინდისის პატიმრების მაგალითსაც ნახეთ, ხო, მათი სიძლიერე და მიხარია რომ თქვენ არ გახდით სინდისის მორიგი პატიმარი. მადლობა ძალიან. აი ეს რა არის? პირველ რიგში მიზანი. ჩემი მიზანი თავდაპირველი იყო კარგი და მაღალი ხარისხის განათლების მიღება, მაგრამ ხვდები რომ ამ ქვეყანაში ამას ვერ მიიღებთ. განათლების მიღება იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი თავი უკეთესობისკენ შეცვალო. და შემდეგ როდესაც ქვეყანა არ არის საერთოდ კარგ მდგომარეობაში, შესაბამისად ერთ განათლების სფერო იქნება. და ჩემი მიზანი არის რომ უბრალოდ თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მქონდეს ჩემი პოზიციის კანონის ფარგლებში, როცა ამ კანონს თავის თავზე არ მოერგებს რეჟიმი. და მაძებინებს მიზანი და ახლა ამ ყველაფერს მოემატება სინდისის პატიმრები, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში არ გავჩერდები და ჩემს ირგვლივ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ასევე არანაირად არ გაჩერდებიან, სანამ ის ბიჭები, ქალები არიან ციხეში. ამას საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მოგცემთ. კი, და ბოლოს კითხავთ პროპაგანდაზე. პროპაგანდა მუდმივად ცდილობს გააშავოს პროტესტი, ამ ტერმინის გაშავებას გამოვიყენებ, დააკნინოს და ამბობენ, რომ აი ეს ტვინ გამორეცხილი ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანას და ასე შემდეგ. პრინციპში მითხეს პოლიციამ შეცდომაში ხართ თქვენ შესული. ხო,
რა არის ის რისთვისაც იბრძვით, როგორი ქვეყანა გინდათ და რატომ გადიხართ ყოველდღე რუსთაველზე, რატომ ხართ ამ პროტესტში, აი კიდევ ერთხელ რო უთხრათ მათ, ვისაც თქვენი არ სჯერათ. არ ვიცი რამდენად დაგიჯერებენ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ შეახსენეთ. პირადად სუბიექტურად თუ ვისაუბრებ, იმიტომ ვარ პროტესტში ჩართული, რომ მინიმუმ გაცვლითი პროგრამით შევძლო წასვლა. აი რაც ახლა გვერთმევა, თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერდა. რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება, ვიზა ლიბერალიზაცია არ არის უბრალოდ ევროპის ქვეყნებში სტუმრობა, ეს არის ჩემთვის მე თავდაპირველად როგორც აღვიქვი, ეს არის ევროპული ოჯახის იდენტობის და წევრობის ნაწილი და საქართველოს ბავშვობიდანვე ჩემთვის იყო ევროპული ღირებულებების ნაწილი, მაგრამ ახლა ამას ნამდვილად ვერ ვხედავ. თვითონ ხალხი ვართ ამ ღირებულებების მატარებლები, მაგრამ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ქართული ეცემა, რომელიც ჩემთვის პირადად რაღაც კრიმინალური დაჯგუფება არის დღეს, რომელიც არანაირად თავის მოქალაქეს არ დაინდობს. ყველანაირი განვითარების შესაძლებლობას გვისმენს ახალგაზრდებს და ყველაზე დამრტყმელი ალბათ ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ეს არის. და მეორე რაც არის ისტორიული მონაყოფარი და ისტორიული მასალა, ასე ვიტყოდი. ანუ სრულიად საკმარისი არის ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილების სწავლა იმისთვის, რომ საჭირო ადგილას და საჭირო დროს იდგე როგორც მოქალაქე, უბრალოდ პოზიციის დაფიქსირებისთვის. პასუხისმგებლობა არის ეს მინიმალური და თუ ამ პასუხისმგებლობას გავიაზრებთ, იმიტომ რომ მე 100 კაცის მეც არ უნდა ვცვლიდე ის 100 კაციც რომ დღეს გარეთ იყოს ქართულ ეცნობა ხელისუფლებაში არ იქნებოდა დღეს ხელისუფლება ბჭყალებში და ეს ბიჭები სინდის პატიმრები დღეს არ იქნებოდნენ სინდის პატიმრები, იმიტომ რომ კი მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს ჩვენგან, მაგრამ ამ მხარდაჭერის მიუხედავად ისინი რთულ პერიოდს გადიან მაინც ციხეში, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ჰობი გქონდეს სიმღერის მოსმენა მოგინდეს, რასაც ვერ გააკეთებ და ეს ჩემი დანაშაულიც არის და ყველას დანაშაულიც არის. შეიძლება ბოლომდე ჩემი და ჩემი თანამედროვე დანაშაული არ იყოს, იმიტომ რომ თავით იყვნენ ადამიანები გადაშვებული ამ საქმიანობაში, ამ პროტესტში წინააღმდეგობაში, მაგრამ ვიღას რომელიც ტელევიზორთან ჯდება და თან ლანძღავს, ეს არ არის სასიამოვნო მომენტი. ამიტომ ვისურვებდი რომ უბრალოდ იმედს დაანებონ თავი, პოსტუმის დაანებონ თავი და რამოდენიმე დღე მაინც თუნდაც რუსთაველზე გამოვიდნენ თბილისში, ბათუმში საკონსტიტუციოსთან გამოვიდნენ, ქუთაისში მერიასთან, სადაც შეუძლიათ. იქ ხმა ამოიღონ და მე სხვანაირად დაინახავენ ყველაფერს, იმიტომ რომ როგორც თავიდან პროპაგანდა აღნიშნეთ, პროპაგანდა ზუსტად იკვებება შიშით და შიშით აი წინასაარჩევნო 24-ში მე და ჩემი მეგობრები საერთოდ დამკვირვებლებს ვამზადებდით და დამკვირვებლებშიც კი ნაწილში იგრძნობოდა ომის შიში, რომ შეიძლება ომი დაიწყოს საქართველოში, მე ვარ რას ვაპირებთ და ზუსტად წინასაარჩევნო კამპანია ამაზე ჰქონდა აგებული ქართულ ოცნებას, კი მშვიდობას, არა ომს და ფოტოები როგორ ანუ იმდენად ხამსი იყო ეს ყველაფერი და საშინელი რომ გავლად კი მიჭირდა და შეხედვა. მაგრამ ხვდებოდი ამას რატომ აკეთებდნენ, მაგრამ პროპაგანდის ქვეშ ვინც არის ამას ვერ იაზრებს. უბრალოდ პროპაგანდისტულ არხებს თავი დაანებონ და გულში ჩაიხედონ, მე ამას ვიტყოდი, სხვა არ შემიძლია. იმიტომ რომ პროტესტის მონაწილეებს როცა შეხვდებიან და დაინახავენ მათ გულწრფელობასაც, როდესაც პროპაგანდისტულ არხზე გაშავებულ პროტესტის მონაწილეს ხედავ, იქ სხვანაირად ხედავ. როცა პირადად გაქვს მასთან შეხება, იქ უკვე სხვანაირს ხედავ და მე წმუნდები რისთვის იბრძვის ეს ადამიანი. არავის არ ეხალისება 24 შვილზე ქუჩაში ყოფნა, ყველას თავისი ცხოვრება უნდა და კარიერული, პიროვნული განვითარება და საერთოდ იქ ფულს რომ იხდიდეს ვინმე, ფინანსურად დაიწყებოდა ადამიანებს, მაგრამ დღეს ეს ვერ მოხდა. არავინ არ არის მან დაფინანსებული, ყველა თავისი მიზნისთვის იბრძვის და ეს მიზანი არის ქვეყნის თავისუფლება. ძალიან დიდი მადლობა, მეგი, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გადავამოწმებ ერთი წამით. ელინი ხოშტარიამ გამოგიცხადათ მხარდაჭერა. სამართლის საქმე აღიძრა. არ მჯერა. წავიკითხე. კი, მოდი მეც ვეცდები რომ წავიკითხოთ ერთად.
დღეს ელენე ხოშტარიამ პირდაპირ ეთერში, ასე ვთქვათ, კახი კალაძის საარჩევნო ბანერს დააწერა რუსული ოცნება და ახლახანს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით გამოძიება, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინების თანახმად აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენება და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. დღეს ელენე ხოშტარიამ თქვენ დამით აყენებული ბრალის გამო ერთგვარი სოლიდარობა გამოხატა და მადლობა რომ სანამ თქვენთან მოვიდოდი აქ უბრალოდ კადრები ვნახე როგორ აწერდა და მეთი ვერაფერი მოვასწარი აქედან მადლობა ელენე ხოშტარიას ასეთი მხარდაჭერისთვის ესეთი უცნაური არა აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია რომ საქმე აღიძრა და დაიწყო მოკვლევა შესაბამისად არაფერი არ წერია იმაზე დააკავეს თუ არა ან დააკავებენ თუ არა საუბარია იმაზე რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ ქმედებას რა მოხდება ამას ყველა ერთად ნახავთ თქვენც მეც და ჩვენი მაყურებელიც ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურებდით ეს ბათუმელების პირდაპირ ეთერი იყო და საუბრობდა მეგი დიასამიძე აქტივისტი არ დაუჭერიათ არა არ დაუკავებიათ როგორც უკვე გითხარით ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 197 მუხლით 197 მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბანერზე კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო შესაძლოა მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია რომ სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება რა იქნება ეს რეაგირება ყველანი ერთად ნახავთ დიდი მადლობა რომ გვიყურებდით Thank you.